Ჭირი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 19. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. დროის 0 წამ 10 წამ შუალედის რომელ მომენტშია სხეული მაქსიმალურად დაშორებული საწყის წერტილსო. კარგით, მოდით ასე მოვიქცეთ ახლა ჩვენ, ავიღოთ კოორდინატთა ღერძი, X ღერძი შემოვიტანოთ, რომელიც მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ. და ნუ დავუშვათ დროის საწყის მომენტში იმყოფებოდა გარკვეულ აი წერტილში, ეს ჩვენი სხეული და დავაკვირდეთ ახლა ნახატს. ნახატზე როგორც ხედავთ 0-დან 2 წამამდე სხეულის სიჩქარე არის დადებითი და დროის ყოველ მომენტში თანაბრად იკლებს, ხო? შესაბამისად 0-დან 2 წამამდე, რადგანაც სიჩქარის გეგმილი დადებითი არის, ამიტომ ეს ჩვენი სხეული 2 წამში გაივლიდა აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, ოღონდ X ღერძის გასწვრივ, რადგანაც სიჩქარე დადებითია. ანუ ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი არის 2 × 2.5, ანუ 2 მეტრს გაივლიდა მარჯვნივ, ხო? მარჯვნივ წამოვიდოდა 2 მეტრით. ასე. მოვიდოდა აი ამ წერტილში, ეს არის რომელი მომენტი T-უდრის 2 წამ მომენტში იქნებოდა აქ. მე როგორც ხედავთ, თუ გავაგრძელებთ დაკვირვებას, სხეულის სიჩქარის სიზმდგენელი ხდება 0 და შემდეგ უარყოფითი. ანუ T-უდრის 2 წამი მომენტი აგრეთვე მობრუნების წერტილი ყოფილა, ხო? შესაბამისად, უკვე შემდეგ 2 წამიდან 8 წამამდე ეს ჩვენი სხეული გაივლის აი ამ ტრაპეციის ფართობის ტოლ მანძილს. ამ ტრაპეციის ფართობი იქნება ფუძეების ნახევარჯამი, ესე იგი S იქნება ფუძეები, ანუ ქვედაფუძე არის 2, 4, 6-ის პლუს ზედაფუძე არის 2-ის ნახევარი კიდე გამრავლებული სიმაღლეზე. აი ამ სიმაღლეზე, რომელიც 2-ის ტოლი არის, მივიღებთ 8 მეტრს, ანუ წამოვიდოდა მოტრიალდებოდა ეს 2 მეტრი ხო გაიარა. შემდეგ წამოვიდოდა კიდევ 8 მეტრი. აი აქ მოვიდოდა, ეს არის T-უდრის ამ წერტილში T-უდრის 8 წამის შესაბამისი წერტილი. და შემდეგ ისევ როგორც ხედავთ, სიჩქარე ხდება 0 და დადებითი. აი 10 წამამდე უკვე გაივლიდა აი ამ ფართობის ტოლ მანძილს, ოღონდ უკვე მარჯვნივ X ღერძის გასწვრივ, ისევ 2 მეტრით. ამის ფართობიც 2 მეტრია, ხო? კიდე 2 მეტრით წამოვიდოდა და მოვიდოდა აი ამ წერტილში T-უდრის 10 წამ მომენტში. ეხლა თუ დავაკვირდებით, დროის საწყის მომენტში T როცა 0-დან 0-ს იმყოფებოდა O წერტილში და მაქსიმალური დაშორება რომელ მომენტში გვაქვს? მაქსიმალური დაშორება არის 8 წამ მომენტში. დანარჩენი T-უდრის 10 წამ მომენტი და T-უდრის 2 წამ მომენტი უფრო მოკლე მანძილია, ხო? შესაბამისად, საბოლოოდ დავწეროთ პასუხი იქნება 8 წამი, ხო? პასუხი D.